ჩვენთვის ნულოვანი არანაირ ინტერესის არ წარმოადგენს და ღირებულებას ეს აქტი ეგრეთ წოდებული და თან იმ ხალხმა დაუჭირა მხარი ჩვენს წინაშე ვინც თავის დროზე ტრამპის ისა რა ქვია დაჭერას და ტრამპის ჩამოგდებას აი ამ საპარლამენტო საპრეზიდენტო იმას შეჯიბრობით იქიდან აპირებდა და იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი და ეს ხალხია ჩვენ დაგვინდობდა არა უნებრივია და ბოლოს ყველა შევახსენებთ რომ ტრამპს ნამდვილად არ ჭირდება დამატებითი აქტები რომ რომელიმე ჩვენი ლიდერი ამ ქვეყანა დაასანქციოს არ ჭირდება ეს მეგობრებო ეს არის ჩვეულებრივი ვილსონის მიერ შეთითხნილი და გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული გარკვეული დემოკრატების მთელი არმია სამასამდე კაცია და რესპუბლიკელების ნაწილი რომელიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა და ეს ხალხი და ჩვენ დაგვინდოდა ბუნებრივი არა და ბოლოს კიდევ ერთხელ გეტყვით ნორმალიზება მიდის ჩვენი ამერიკულ-ქართული ურთიერთობების შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტორს პირველი ის არის რომ გახსოვთ ლუციფერს რო გავდა ის მათი თეთრი სახლის სპიკერი რო იყო მილერი რო გამოდიოდა დღეარ გავიდოდა რომ ჩვენი ქვეყანა არ გააშავებინა ჩვენ ლიდერები სანქცია და რაღაც სიგიჟებს იძახდა დამთავრდა ეს სადმე ჩანს ვინმე ახსენებს საქართველოს თუ ახსენებს ხოდ იმ კონტექსტში აგერ იყო ჩასული ჩვენ დელეგაცია ბატონი დავითაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური ბლოკი ეროვნულ ბანკთან ერთად საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართა და ასე რომ ნორმალიზება მიდის ჩვენი პროცესების იმათი არეულის დალაგება მიდის ეხლა ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება ეს მავნებლებს აქ უხარიათ და ირბინო ვილსონები არიან თვითონ გონჩარენკოები აი ამათი ნამოქმედარით გაიყარო გული ჩვენ კიდე საქმეს გავაგზავნებთ